მოგესალმებით დღეს მინდა გესაუბროთ ერთი პრობლემის გადაჭრის გზაზე, რაც ეხება უშუალოდ წერის სწავლების პროცესში, ასოფერების სწავლებას და შემდეგ სიტყვების წერის სწავლებას. ამ პროცესში ხშირად გამოიყენება ვიზუალური ნიმუშები ასოფერების, რომელიც ხა წარმოდგენილია ვორდში აკრებილია წყვეტილი ხაზებით. ეს წყვეტილი ხაზები მე ბავშვმა უნდა გაერთიანოს, შემოაყოლოს კონტურები და ამ მეთოდით ისწავლის ის ასოფერების წერას და გაიმჯობესებს თავის წერის უნარებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ერთ-ერთ ტრენინგზე ერთ-ერთ მშობელმა დასვა ეს კითხვა, იქიდან გაჩნდა ამის მოძიების იდეა და ვიდეოს ჩაწერის იდეა. დიდი მადლობა მას, რომ დასვა ესეთი კითხვა, თუ არსებობდა რაიმე პლატფორმა, მოკლედ პლატფორმების განხილვის ტრენინგი ჰქონდა ელექტრონული რესურსების გამოყენება სწავლაში და თუ არსებობდა ესეთი რაიმე პლატფორმა, სადაც შეიძლება ამის გაკეთება, ასოფერების გადაღწევა ნიმუშებად. ბევრი ვეძიენ და სამწუხაროდ ვერ ვიპოვებ, რომ ყველა პლატფორმა სიტუაციაზე, სადაც არის კანვასი და ასე შემდეგ, ყველა უჭერს მხარს თითქოს ინგლისური ასოების ამგვარად გადაღწევას, ამგვარ ფორმატში გადაღწევას ნიმუშებად ვაქციოთ და ქართულად არ იყო. შემდეგ ბევრი კითხვის შემდეგ ერთ-ერთმა ადამიანმა, გარკვეულ ადამიანმა მირჩია, რომ ფონტშიზე ქართული ფონტების ვებგვერდია, იქ მინახა მსგავსი ფონტი შეიძლება ყოფილიყო და მართლაც მივაგენი სამ განსხვავებულ ფონტს, რომელიც გავაზრდებს, რომ ნიმუშებად გადავაქციოთ ჩვენი თვის საჭირო ასოფერები და სიტყვები და ეხლა გაჩვენებთ კონკრეტულად როგორ შეიძლება ამის გაკეთება. შევდივართ ფონტსჯია, ესეთი ქართული საიტი, ვებგვერდი, შემდეგ ეს არის ფონტის სახელი, რაც გვჭირდება იმისი და აქ გამოჩნდა სამი განსხვავებული, ერთი ფერადია, ამაში სიმუქრეში განსხვავებული. თითქმის არჩინე ერთნაირად შეგიძლიათ სამივე დააყენოთ და სამივე სწავლოთ. მე ერთიდან ორი მაქვს დაყენებული. ამ ლინკს პირდაპირ გაგიზიარებთ, თქვენ მოდელმა არ დასჭირდებათ, ამ ლინკზე რო გადახვალთ, ეს სამივე ფონტი გამოჩნდა. აქ ხა განხსოვრების ღილაკი, ამას დააწვევით და პირდაპირ ჩამოიტვირთება თქვენს კომპიუტერში. მე გახსნით აი ამას მაუსის ღილაკზე ორჯერ დაჭერით გახსნით და ერთ-ერთხელ აი ამ ინსტალაციის ღილაკს მე უკვე დაინსტალირებული მაქვს, ამიტომ აღარ მჭირდება ამის დაყენება და შემდეგ უკვე გახსნით Word-ის ფაილს. ეს არის შრიფტების ფონტების განყოფილება, სადაც იპოვეთ თქვენთვის ასრულებელ ფონტს, ამ ფონტების გამოყენება სხვა მიზნებთან შეგიძლიათ მაგალითად სხვა დავალებების, სავარჯიშობის გაფორმება უფრო განსხვავებული წარწერები დაწეროთ, გაალამაზოთ, გაამრავალფეროვნოთ, მაგრამ კონკრეტულზე ვისაუბრებთ წერის სწავლების დროს როგორ გამოვიყენოთ. ჩემთან ეხლა უკვე აი ქვე ჩანს ეს ორი ფონტი, მაგრამ თქვენთან ჯერ აქ არ გამოჩნდება, იქნება სადღაც უფრო ქვემო. ამიტომ მაუსის ეს თავაკი უნდა დაატრიალოთ და ჩახვიდეთ ქვემოთ და ვიზუალურად უნდა ნახოთ სად არის აქ დაინსტალირებული ჩვენი ფონტი, აი აქ არის ორი, ერთიც და მეორეც. აი ეს თქვენთვის სასწაულს, მაგალითად მუქი ფერი ავარჩიოთ ახლა და შეგიძლიათ დაიწყოთ მე წერა ასოების, ამბანის ასოები, რაც თქვენ გნებავთ, ან შეგიძლიათ დაწეროთ სიტყვა. აქ შეგიძლიათ მე კონტროლოთ სიტყვაზე არის რამხელა ასოები იყოს და ამას რო აკრებთ თქვენთვის ასრული, მინდათ ასოფერებს, კიდაც სიტყვას, რაც გინდათ ბავშვმა იმუშაოს, მე ესე დაბეჭდვას მისცემთ, კურსელზე ამობეჭდავთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბავშვთან მუშაობისთვის.